არიქა ხალხო, აქ სრულდა. როგორც იქნა მოგვევლინა ის ნანატრიზი ადამიანი, რომელსაც ამდენ ხანს ველოდით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის გამართული მარათონი დასრულდა. მისი გამარჯვებული ნინო გვენეტაძეა. ხო, ახლა მთავარია ფინიშის ხაზთან არ დაეცეს. ჩვენ შევარჩიეთ სამეურნეო და მენეჯერული გამოცდილების ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ორგანიზაციას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, რომელსაც პარტიულადაც ძალიან საინტერესო ბიოგრაფია გააჩნია. ადამიანი, რომელიც იყო ოპოზიციური პარტიის წევრი მაშინ, როდესაც რესპუბლიკური პარტია იყო ოპოზიციაში, ხოლო 2012 წლის ნოემბერში, როდესაც რესპუბლიკური პარტია კოალიციის სხვა პარტიებთან ერთად მოვიდა ხელისუფლებაში, მან შეაჩერა თავის წევრობა ამ პარტიაში. ჩვენ კანდიდატად ვასახელებთ ქალბატონ ნინო გვენეტაძეს. რაო? რესპუბლიკელი და ყოფილი ახალგაზრდა იურისტიო? და გესმის პრემიერო ბიჭ? არა, გესმის გეკითხები მე შენ. NGO-შთიცაც გინიშნავენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, კაცო. მოიცა ეს აღადგეს ახლა შენს დაანონსებულ სამართლიანობას. სასწრაფოდ დაიწყოს ბიზნესჩემმა მისი მოკვლევა, თორემ ხასიათად გამოჩენილი კაცის სიტყვებს ვერ მივანდობ მე პრემიეროვიჩის ნალოლიებებს სამართლიანობას, კაცო. მაგრამ ახლა ბიზნესამ შეიძლება ისე განიცადოს ეს ამბავი, 2 დღე ლოტოსის პოზიდან არ გამოვიდეს, თუმცა მაგას პრინციპში რა ენაღლება? ლოტოსის პოზაში ყოფნა მაინც შეუძლია და ცოტას დამშვიდდება. აი მე იმაზე ვღელავ ზაქარიამ რა უნდა ქნას. მაგრამ ახლა ზაქარია პრინციპში რა უნდა ქნას? ისევ ბიზნესჩემი თუ იზამს რამეს.